ახლა მინდა გაჩვენოთ საათი, უნიკალური საათი ეპოქსიდის, რომელიც მე შევქმნი და ჩემთვის ეს საათი ასოცირდება არდანებების ძალასთან, ღმერთზე მინდობის ძალასთან და ამ ყველაფრის დიდი რწმენის ძალასთან და რომელიც მე მოგცემ აუცრებას. აი ეს საათი გახლავთ ამის სიმბოლო, იმიტომ რომ ამ საათით გავაკეთე ურთულესი ტექნიკა, უკვე მეორე საათი არის, რომელიც შევქმნი და ეს საათი შევქმნი ბატონ დანიელის სკოლისთვის, საოცარი დირექტორი ყავს და მისთვის, რა თქმა უნდა, მდიდრული, მათი სიმბოლო გახლავთ პინგვინი, ამიტომ თემატიკა რა თქმა უნდა ყოფილიყო რაღაც ანტარქტიდა, ყინული და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა დავფიგურირებდა პინგვინი, იმიტომ რომ მათი სკოლის ლოგო გახლავთ პინგვინი, მასეთი ლოგო აქვს საოცარი და ამიტომ მზად ხართ ნახოთ რა შევქმნი, ნახეთ. სანამ გავაგრძელებ საუბარს, მინდა რომ აი დატკბეთ ამ შედევრით. ნახეთ, ფენა. რამოდენი ხანი ვქმნიდი ამ საოცრებას. ვერ მოგახსენებთ, იმიტომ რომ დავუშვი უამრავი შეცდომა. და იცით რა ხვდები რატო? რატო დავუშვი ეს შეცდომა, რომ მიმეღო აი ეს? იმიტომ რომ სულ სხვანაირი მინდოდა. მე რომ გამეკეთებინა ის, რაც მე მინდოდა, ასეთ ლამაზი არ იქნებოდა. მაგრამ რადგან მე ღმერთს მივენდე, გადმომეცა საოცრება. ესე იგი თავიდან რო ჩავასხი, არ გაშრა. საათი არის რბილი, ესე, მოკლედ რა. ამიტომ ვთქვი, ეს ბოლო რაც დავასხი და რომელიც არასწორი იყო ეტყობა, არასწორად სასწორი, რომელიც მაქვს არასწორად წონის ეტყობა გაფუჭდა, არ ვიცი. და ამიტომ აი ესეთი შედეგი მაქვს ახლა. ამიტომ და მოვაშორო ეს ბოლო დასხმა და რა ვიცი, სასწაული გადაარჩენს ამას, მარტო ღმერთს თუ გადაარჩენს, სხვა არაფერი არ უშველის. ვლეთ ნახოთ რა. 1 სანტიმეტრი, 2 სანტიმეტრიანი იყო საათი და 1 სანტიმეტრი აღარ გაშრა. რა დაემართა არ ვიცი, იყო მაინც ელასტიური და მომიწია, ესეთი საათის გადაგდება მინდოდა საერთოდ. და მაინც რაღაც გულმა მითხრა რომ არა. აიღე ის 1 სანტიმეტრი და თავიდან გააკეთე, ჩამოასხე. მოკლედ მკვდარი გავაცოცხლე ფაქტიურად. არც ვიცოდი რომ ავიღებდი იმის 1 სანტიმეტრს. შიგნით რა დამხვდებოდა, ან საერთოდ გამოვიდოდა თუ არა, თუმცა ახლა ღმერთს მივენდე. ავიღე ეს 1 სანტიმეტრი და გამოვასწორე შეცდომა. მერე კიდე შემეშალა, აი აქ, მოკლედ 11-ის მაგივრად მგონი 9 იყო. უბრალოდ 9-ის მაგივრად მგონი 6-იან და მოკლედ რა და შემეშალა ციფრი და იმიტომ გავაკეთე ეს. აი ბევრი შეცდომა დავუშვი. იცით როგორ მიდოდა, დამიჯერეთ ამის გაკეთებაზე უფრო რთული იყო ამის დაშლა. თუმცა რო ვშლიდი, მეთქი რა დამხდება, არ გამოდიოდა. აი ამის ტირილი მიდოდა და აი ვფიქრობდი, ახლა მე 12 სართული და მოვისვრი ახლა ამას მეთქი, დავნებდები მეთქი. იცით როგორ მიდოდა დანებება, თუმცა ახლა არ დავნებდი და იმიტომ შეიქმნა საოცრება. ცოტა შორს ეს მითხრა, მე კითხვები იყო, რომ ვისთან გაიარე, ვისთან ისწავლე, საერთოდ ეპოქსიდი ჩემამდე მოვიდა უფრო ადრე, აი როგორ. ესე მომეწოდა ინფორმაცია, უბრალოდ მომინდა, რომ რაღაც ვნახე, მეთქი რატო პრიალებს ეს. მე ხო ვხატავ და მეთქი ეს ნახატი რატო ვიღაცის ვნახე, რომ რა არის და ინგლისურად ქვია, ახლა მაპატიეთ გამოთქვა raisin, მგონი ესე ქვია. თუ სწორად გამოთქვა და არც ვიცოდი ეპოქსიდი რა, ქართულად რა ეპოქსიდი ეთქვა და უცბად ვნახულობ რაღაც YouTube-ზე ამომიხდა რაღაც პოდკასტი, საერთოდ არ ვუყურებ ხოლმე ეს პოდკასტებს, უფრო აი სხვანაირ პოდკასტებს ვუყურებ რა. და ვნახე ვიღაც ქართველი გოგო, ესე იგი საოცარი ენერგეტიკით, ამ ენერგეტიკამ მიმიზიდა, შესაბამისად გავხსენი პოდკასტი, მოვუსმინე და უცბად ამბობს ეპოქსიდიო. ეპოქსიდი მე თქვი დავგუგლეს ეპოქსიდი და თურმე რა არის ეპოქსიდი? ის რაც შევქმენი, ანუ raisin. და მე თქვი აი ეს არის ნიშანი, მეთქი უნდა დავუკავშირდე, თქვა თავის კურსზე, მეთქი უნდა დავუკავშირდე ამ საოცარ გოგოს მეთქი, ჩემმა დეიდაშვილმა
გამიკეთა საჩუქარი, დამიფინანსა ეს კურსი. დანარჩენი იმ პატარა ბიზნესით, რაც მქონდა, შევიძინე მასალები და ძალიან მადლიერი ვარ და მოკლედ აი ასე მივედი იქამდე, ღმერთმა მე მიყვანა იქამდე, რაც ჩემი არის. აი, ამ ყველაფრის შესაქმნელად მოხდა ის, რაც მოხდა. საოცრად მადლიერი ვარ. ამიტომ ვამბობ, მიენდეთ ღმერთს და საოცრებები მოხდება თქვენს ცხოვრებაში. რასაც ჩვენ ვერ ხედავთ, იმას ხედავს უფალი. ამიტომ უბრალოდ გახსენთ გული და მიენდეთ და შექმნით სასწაულები. ახლა კი უნდა წავიდე, მოკლედ დირექტორი მელოდება, ერთი სული აქვს, რომ ნახმეოთხარი. ასეთი მსოფლიოში არავის არ ეკნება მე. თქვენს გნებავთ, რომ შევქმნა საოცრებები თქვენთვის, მომწერეთ აივსა სტუდიოს Instagram გვერდზე. შემობრძანდით, მომწერეთ პირადში და თქვენთვისაც შევქმნი სასწაულმოქმედ ნივთებს. ეს დღეც დადგა, რომ ბატონი დანიელის სკოლას გადავცე საათი, ისე მიხარი. მე გავუკეთო, რომ საფრთხოთ იყოს. ახლა editing-ს ვუკეთებდი ამ ვიდეოს და მივხვდი, რომ ბოლო ვიდეო რაც გადავიღე, წაიშალა, ამიტომ მოკლედ მოგახსენებთ. ვერ ნახე, აღარ მაქვს, თუმცა მოკლედ მოგახსენებთ, რომ იმაზე კარგი შედეგი იყო, იმაზე კეთესი ემოციები იყო, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. გავახარე ადამიანის გული უბედნიერესი იყო, რომ ნახა. მერტო ჩემო როგორ გავხარდათ, ყველა იყო დაშოკილი, მადლიერი და ვიტყოდი, რომ ღირდა. ამდენ შრომად ეს ყველაფერი ღირდა. მადლიერი ვარ ღმერთის, ჩემი თავის, რომ იმაზე საუკეთესო გამოვიდა, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. ეს გახლავთ ართანებების, რწმენის, უპირობო სიყვარულის, ბრმად ღმერთზე მინდობის, სტყოლა რომ ეკეთე არ უშავს. ხალი მოხს გასაკეთებელი. ბრმად ღმერთზე მინდობის, ძალა. ყველაფერი გამოგვივა ღმერთის.